საფრანგეთში მუსიკის ფესტივალზე მოხდა ესეთი რაღაც, რომ 155 ადამიანი დაავადდა იმით, რომ დაისივნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ რომლებსაც შპრიცით შეყავდათ რაღაც ნივთიერება მათ ორგანიზმში. რასაკვირველია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყო ქალი, თუმცა ქალებზეც არ არის აქ საუბარი, უმრავლესობა იყვნენ პატარა გოგონები, თინეიჯერები, 15-14 წლისები. 12-13 ადამიანის მდგომარეობა იმდენად დაამძიმდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა და საკმაოდ ისეთი მძიმე სიმპტომები გამოავლინეს და მოგვიანებით როცა დაიწყო გამოძიება, აღმოჩნდა, რომ ეს იყო გარკვეული ადამიანების, ასე ვთქვათ, ორგანიზებული ვირტუალური ბანდა, რომელიც Facebook სტატუსებით წინასწარ თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ვის რამდენი უნდა ჩაიგდო ამ მდგომარეობაში, რომელიც იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას, გათიშვას, მე რა შეიძლებოდა დაიგეგმათ და ასე შემდეგ. ეს არის შემაძრწუნებელი ამბავი, რომელიც საფრანგეთში მოხდა. უბრალოდ კიდევ ერთი ნაწილი აქ ჩემი აზრით რაც არის შემაძრწუნებელი და აი თქვენთან ახლა რა მაგდა ესამალი. პირველ რიგში ვფიქრე, რომ მაინტერესებდა ვინ იყვნენ დაკავებულები, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი არის უკვე დაკავებული და არ არის ჯერ არ ამხელენ მათ ვინაობას, უბრალოდ ჩემი პირველი აზრი იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ არალეგალი ან თუნდაც ლეგალური მიგრანტები, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩაიდინეს და ნუმერი ძალიან შემცხვევა მეთქი. კომენტარებში ჩავედი, ხალხს ქონდა აბსოლუტურად იგივეს მოლოდინი. აი ამას იწვევს საკმარისზე მეტი და გადამეტებული პოლიტკორექტულობა და ულტრალიბერალიზმი, რომელიც იმიგრანტებს თავზე ხელს უსვამს, რომ საზოგადოებაში უკვე ასეთი დამოკიდებულება ჩნდება, ჯანმრთელობას უსურვებ ყველა დაზარალებულს.